ლოს-ანჯელესის რეგიონში ხანძრის ახალი კერაა. ხელისუფლებამ 30,000 ადამიანის ევაკუაციის ბრძანება გასცა. ხანძრის ჩაქრობას ცდილობდნენ კალიფორნიის უნივერსიტეტშიც, რომელიც კამარილიოს კუნძულზე მდებარეობს. ძლიერი ქარის გამო ხანძარი სწრაფად გავრცელდა ამერიკის შეერთებული შტატების კალიფორნიის შტატში, ლოს-ანჯელესის ჩრდილოეთით. შექმნილი მდგომარეობის გამო ხელისუფლებამ 31,000-ზე მეტი ადამიანის სავალდებულო ევაკუაციის ბრძანება გასცა. 23,000-მა კი გაფრთხილება მიიღო. როგორც საგანგებო სამსახურის წარმომადგენლებმა განაცხადეს, ხანძარს აკონტროლებენ, რის შედეგადაც დაზიანებას ბევრი საცხოვრებელი სახლი გადაურჩა. ამ დროისთვის ლოკალიზებულია იტონის ხანძრის 91% და პალისეიდსის ხანძრის 68%. კალიფორნიის შტატში ხანძარი 7 იანვარს გაჩნდა. გავრცელებული ინფორმაციით სტიქიურ უბედურებას 28 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. განადგურებულია ათასობით შენობა ნაგებობა.